ნიკა, მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ გვერთვები პირდაპირ ეთერში. ძალიან მძიმე დღეები გაქვს და ჩვენ შენთან ერთად ძალიან გულშემატკივრობთ, განვიცდით რა თქმა უნდა ყველაფერი მას რაც ხდება. რამდენიმე დღეა უკვე იმყოფები ნაციონალურ მოძრაობაში. პირველ რიგში მაინტერესებს თავს როგორ გრძნობ, რამდენხანს აპირებ რომ იყო მანდ და როგორ ფიქრობ შენს დაკავებასთან დაკავშირებით რა მოხდება? ვიცი რომ ადვოკატებს შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში. ხო, გადაწყვეტილებას დაკავშირებით ყველანაირი ასე ვთქვათ პროცედურა გვინდა რომ გავლილი ქონდეს ადვოკატებს უბრალოდ რომ ხალხაზე ეხა ყველა ძალიან კარგად ვიცით ეს საქმე მოხდება უცებად სტრასბურგში და დაწუნებულად დიდი ზარზე იმით მოიპოვებთ გამარჯვებას იქ, იმიტომ რომ ეხა საქმეც არის შეთქმული და შეთქმული და საქმეც არის შეთქმული და შეთქმული. უბრალოდ არაფერი არ არსებობს საქმეში. უბრალოდ ნიკა მელია, არის ჩემი და მამის სახელი, დამოუკიდებლობის წელი და არის იურიდიული მისამართი და სახელმწიფო განატრიალება როგორც ბრალი. აი ეს არის საქმეში მოცემული. დატანილი ფურცელზე და ამას ეძახიან სისხლის სამართლის საქმეზე. არანაირი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის და ეს უბრალოდ мотиваცია რატომაც ასაჩივრებს ეხა მხარე ჩემი მეგობრები ადვოკატები ხარ და ეს მოლოდინი რა თქმა უნდა არ გაქვს რომ იქნება შეცვლილი ეს გადაწყვეტილება. ნუ ეხა მოლოდინი როგორ ეხა ვერაფერს ვერაკეთ მაშინ უნდა დაიხურო ქუდი და როგორც ბატონი გახარია წავიდა სახში ახალ უნდა წავიდეს ყველა ეხა ნუ ეს რა გამოვა რომ საკუთარ ფეხში ისროლეს კიდევ ერთი ვაზდა ხო ანუ ბატონი ღარიბაშვილის მთავრობა ახლა უკვე უნდა გამოვიდეს ჩამწყვიდნენ და თქვან რომ სასამართლო იყო დამოუკიდებელი და მათ მიიღეს ეხა აპელაციის დონეზე ის გადაწყვეტილება რაღაცას მიიღეს ჩვენაშუაში ვართ. როგორ ფიქრობ ნიკა საერთაშორისო წნეხი რამდენად მნიშვნელოვნად გაზრდილია ყველა ვაკვირდები და ამ შემთხვევაში ხო და ამ შემთხვევაში ხო არ შეიძლება იყოს მოლოდინი რომ აი უცებ სასამართლო მართლაც ესეთი დამოუკიდებელი გამოდგეს. კი ბატონო კი, მაგრამ ეს ხომ გესმით, იქნება კრახი პოლიტიკური გუნდის ქართული ოცნების, თორემ მე ხოლმე გამიხარდება არ ვარ წინააღმდეგი სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ეს იქნება კრახი და ანუ რატომაც მიაღებიეს საკუთარ აი მოსამართლეს ვინც გამოიტანა გადაწყვეტილება ქალბატონი გვარი აღარ მახსენდება, ხო, ანუ ჩახნაშვილი ნინო მოსამართლე ჩახნაშვილი ნინო, რომელიც ტაბელური ზონდერ მოსამართლეა, ხო, მე მგონი არავინ არ არის დარჩენილი ისეთი საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტიური პირი, ვინც მას არ გაუსამართლებია, ხო, ესე შემთხვევითობა ხო არ არის. გამოვალ და ვიტყვი დღენიადაკ, რომ აი რაც ხართ, ის ხართ და ხო გეუნებოდით, ვერც გირაოს გადამახტევიეთ და ვერც დამიჭერთ. აი ამას ხო ახლა ვეუბნება, აი ამას ხო ვეტყვი. აუცილებლად ვეტყვი. აი იმ წამს ვეტყვი, როდესაც სააპელაციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება ხო სააპელაციო მოსამართლეს იქნება პოლიტიკური, ხო იქნება ეს დაკმაყოფილებული ჩემი საჩივარი თუ არ იქნება, ყველა შემთხვევაში იქნება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ ეხლა ქართულ ოცნებად ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა მელია ჩაატარებს ბრიფინგს და იტყვის, რომ აი ეს ახლა რაც ხართ. ამიტომ ეხლა წინასწარ გეუბნებით მე არ ვაპირებ ენის მოჩლექვას იმ თუნდაც აი მომდენო ერთი დღე მოვითმინო რომ იქნება არ იქ რაღაცა მიიღონ ჩემთვის სასამართლო გადაწყვეტილება. ჭკუა რო ხონდეთ, ბუნებრივია მიიღებდნენ იმას და რაც უნდა მიიღონ, გააუქმებდნენ იმ უკანონო სანქციას, იმიტომ რომ რაც უფრო ღრმად შევლენ სპირალში, რომელშიც არიან თავიდან ბოლომდე შემძვალნი, უფრო და უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ, იმიტომ რომ საერთაშორისო ყურადღება ბუკა სულ უფრო და უფრო მატულობს. აი დაახლოებით საათნახევრის წინ CNN-თან მქონდა ინტერვიუ, გუშინ იყო BBC, Al-Jazeera, Reuters-ი და ფიგაროზეც გავრცელდა სტატიები და გერმანულ პრესაშიც და ევროპულშიც ყველგან გავრცელდა. და ეს უფრო მზარდი იქნება, იმიტომ რომ მოვლენა არის თვითონ არანორმალური, ხა ჩემზე კარგად გესვით, ხო?
თავი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გამოკეტილია ხა თავის სამუშაო ოფისში, ცენტრალურ ოფისში, ხარდაჭერილი მთელი ოპოზიციური სპექტრისა, რომელმაც მიიღო ჯამურად, არ ვიცი ხა, მილიონზე მეტი ხმა, ხო, მილიონზე მეტ ხმას ასამართლებს. ახლა იმ ერთი რაღაცა სანქციით ბიძინა ივანიშვილი, ხო? ნიკა, თუმცა აი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში და ეს რამდენიმე დღეში მოხდება სავარაუდოდ, როგორ ფიქრობ, როგორი იქნება პოლიტიკა, ანუ რა შეიძლება შეიცვალოს შენს მიმართ, რომ არაფერი შეიცვლება, მე პირადად არ მაქვს ამის მოლოდინი, უпростоრედ ვიცი რომ არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა მისი ძალიან ხისტი რიტორიკით, იგივე შენს მიმართ, იგივე ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მისი სიტყვებია სწორედ ის, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა არც უნდა ჰქონდესო და ასევე ძალიან ბევრი გამონათქვამი თავად ნიკა მელიაზე. მე მაინტერესებს, რას ელოდები, როდის ელოდები, რომ დაგაკავებენ და ჩემი პირველი კითხვაც ეს იყო, რომ აი როდემდე მანდ იქნები თუ აი რას აპირებ, როგორი იქნება შენი? მე ხა ხვალ მაგალითად მაქვს შეხვედრა დილით 11-ის ნახევარზე ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან აქ ოფისში მე სხვა მედიის წარმომადგენლებთან ორგანიზაციის ხელმძღვანელთან პარტიულთან მუშაობ იმასაც ვაკეთებდი ხო არ ხელი მე ნამდვილად არ მეშლება თუ ხელი ვინმეს ეშლება და ხელი ვინმეს უკვე შეეშალა და საკუთარი ხელით განაჩენი გამოუტანეს პოლიტიკური ეს არის ქართული ოცნება ხა ნიკა მელიას დაკავება და საპატიმროში მოხვედრა კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ ოცნებას ყოფას საერთოდ პოლიტიკაში და ეს ერთი შეუძლებელია არ მოხდება ხა შეეგოს ქართული ოცნება არ იციან რა უნდა გააკეთონ ამას კი ვაღიარებ ნამდვილად ანუ ხა ბატონ ღარიბაშვილზე ბევრს არ ვფიქრობ ბატონ ღარიბაშვილი არის შევატყობზე არის ერთ-ერთი ალბათ სტერილური პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში ადამიანი რომელსაც მხოლოდ შეუძლია რაღაცა სკაბრეზული გამონათქვამები დაამახსოვროს თავი საზოგადოებას მეტი არაფერი ეხა 2000 რომელი წელიწადი იყო როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა და მართლაც არსებობდა დობა ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ იმიტომ პოლიტიკური გუნდი იყო სხვა პროფესიონალი ადამიანებით ეხა დაკომპლექტებული ეს იყო კოალიციური გუნდი, მაგრამ ნუ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ დარჩა ღარიბაშვილებისა და მერე თავგადზეების ამარა, ხა ვისაც რაღაც განათლება, კომპეტენცია, ჭუა და ეს კვალიფიკაცია ჰქონდა, ის ყველა ადამიანი ჩამოიშორა ბიძინა ივანიშვილმა და მოახდინა მონოპოლიზაცია ძალაუფლების, ხო თუ ხელისუფლების როგორც გენებოთ. აი ეს ცვლილებები ნიკა ბატონი კი დაასრულე. ბატონი ღარიბაშვილი მაშინ იყო იმ ძალიან პოპულარული გუნდის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბევრი სიკეთის ბოტანა შეეძლო ხალხისთვის, ნუ დობა იყო დიდი, მაშინ ვერაფერი ვერ გააკეთა. როცა მაშინ შეიძლებოდა ქარხანა გაიხსნა, ფაბრიკა გაიხსნა, სამუშაო ადგილები შეექმნა, ანუ არ ვიცი, ბევრი რამ შეეძლო. მაშინ ვერაფერი ვერ გააკეთა. 24 საათი იწყებდა და ამთავრებდა, ლანძღვა გინება და ახლა 20-21 წელიწადია ქართული ოცნების მიმართ არის დობა ნულოვანი, მესამე ვადა მიტაცებული აქვს, მართვის ბერკეტები ბოიკოტი არის პარლამენტის მიმართ გამოცხადებული. არც ერთი პარლამენტარი ოპოზიციონერი იმ პარლამენტში არ შედის. არანორმალურად მძიმე ვითარება არის ეკონომიკაში. სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დამძიმებული ვიდრე თუნდაც შარშა და გაღვიძებული ეს ბატონი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის სავარძეში და რა უნდა აკეთოს? რა უნდა აკეთოს და თქვა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წესრიგს და წონასწორობას აღვადგენო. აი ეს იქნებაო მთავარი, რასაც მე გავაკეთებო. სწორედ ეს მაინტერესებს. კი, ვეთანხმები, წესრიგს და წონასწორობას ნამდვილად აღადგენს. ნამდვილად აღადგენს მისი პრემიერ-მინისტრობა, ნამდვილად აღადგენინებს ჩვენ წესრიგს და წონასწორობას სახელმწიფოში. იმიტომ რომ ბატონი ღარიბაშვილი იქნება ბოლო წვეთი, არის უკვე ბოლო წვეთი და მე მგონი უკვე იგრძნობა რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრება მისი ასე ვთქვათ მომენტუმი სხვადასხვა უკვე სიმაღლეს იპყრობს და ესე იქნება აი ბოლო წვეთი, იმიტომ რომ ამ ადამიანისგან არავინ არც მოელის რაიმე პოზიტივს. არ მოელის 24 საათი დაიწყალ
ნიკა, ბატონი გარიბაშვილი თებერვალი არის 100 წლის თავი ხდება საქართველოს ტერიტორიების საქართველოს ოკუპაციის ბოლშევიკების მიერ. მე არ მინდა პარალელი გავალო შენ და ალექსეი ნავალნის შორის, მაგრამ თამამად შემიძლია გავავლო და ნებისმიერს ვედებადო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლების მოქმედებასა და ნაბიჯებს შორის. ეს რამდენად შესაძლებელია, რომ აი ის რაც ხდება რუსეთში, აი ტელევიზორში უბრალოდ იქ უფრო დაბალი ტემპერატურაა, თორე აქტივისტების დაჭერა, აი დღეს დააკავეს ასფალტზე პულივიზატორით რაღაცის წარწერის გაკეთება უნდა. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა რუსეთში. როგორ ფიქრობ, რამდენად შეძლებს ეს ხელისუფლება, აი თუნდაც ღარიბაშვილის ასეთი მკაცრი ხელის პრემიერობის პირობებში, რამდენად შეძლებს დღევანდელ საქართველოში და თანამედროვე საქართველოში ისევ იგივე ტექსტბუქით, ესე სახელმძღვანელოთი მოქმედებას და ფუნქციონირებას, როგორც ხდება პუტინის რუსეთში. კი, რა თქმა უნდა, პარალელები არათუ უბრალოდ გასავლელია, გავლებული არის. გავლებულია, იმიტომ რომ პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, ისევე როგორც ჩვენთან არსებობს პროკურატურა პუტინის რუსეთში, აქაც არსებობს. ანუ რასაც უნდა იმას იქაც აკეთებენ, აქაც აკეთებენ. განსხვავება ჯერ კიდევ არის ის, რომ ეხა მე ეკა მიშველაძესა და ბუკა პეტრიაშვილის გადაცემაში პირდაპირ ეთერში მაქვს ჩართვის შესაძლებლობა. აი ეს განსხვავება ჯერჯერობით არსებობს და ამიტომ სანამ ეს ფანჯარა არ დახურულა, აი საბოლოოდ შეიძლება თავი შეიკავოს ბერმა და არ თქვას ქვეყანაში დიქტატურა. როგორ ფიქრობ, მაკეთკენ შეიძლება წავიდეს პროცესები და ავტოკრატიული წესწყობილება რო გვაქვს, ეხლა რა თუნდა ამას ორიაზე არ არსებობს, რისთვის დააკავეს ეხლა ჩვენი გუნდის წევრებიც, ლელოს გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები დღეს არაფრის ხო არა, ხო ლიდერები არიან, დიახაც ახალგაზრდა ლიდერები არიან ლელოს ასევე ნაციონალურ მოძრაობის და სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულას მე შეხვედრაზე ვიყავით და შეიძლება სახელი და გვარები გამორჩეს და არ მინდა ჩამოთვალა ზუსტად ვიცი რომ ბონდო თედორაძე, ნიკა ფარულავა, კუპრაძე თუ ავწდები ირაკლი დიახას დააკავეს გაათავისუფლეს რამდენადაც მე ვიცი საბაბუაძე ხო გაათავისუფლეს საბაბუაძე და კიდე არ მინდა ხო ხო, ну არანორმალურია ჭკვიანურს ვერაფერს ვეღარ გააკეთებს. მორჩა გათავდა სლალომით ეშვებიან, სწრაფად ეშვებიან მციდან და აუცილებლად სწრაფ დაშვებით ეშვებიან და ანუ თხილამურის გაძრება ბოლოსკენ, არ ვიცი, ჩამხუტიც მოძრება, ის რაღაცა რეიტინგზეც გაიხევა, მოკლედ აი დაღლილი ჩამოდის მციდან ქართული ოცნება, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს ბოლო და ეს ბოლო ახლა ჩვენს თვალწინ თამაშდება. უბრალოდ დავიჯეროთ, რომ ეს არის ბოლო. არის ნამდვილად არის ბოლო და ღარიბაშვილი მე აქედან სპეცნაზელით გამიყვანს და რობოკოპებს მოიყვანს და ცრელსადენ გაზა შემოუშვებს და დავხოცავს და ამით რა მე გონია თუ რა იქნება ამით და გაიმარჯვებს და არ იქნება ეს გამორიცხული რა თქვა რომ მე რამდენიც ხელგაზაფხულს აანონსებენო და ამ დროს თვითონ რჩებიან ხოლმე ცივ ზამთარშიო. ანუ პრინციპში მათი განცხადებები საერთოდ არ ეტყობათ რომ რამეს ან შეცვლიან განცხადებებით რას ლაპარაკობთ განცხადებებით რომელ ხელისუფლების ლიდერს ეტყობოდა რამე არჩევნებამდე ან გადამწყვეტ მომენტამდე რომელს არ წინა და არც იმის წინა ხო ამხნევებდნენ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკა ბუკამიცალე კარგად იცის პოლიტექნოლოგიური ხრიკია ხო ეხლა გამორიცხულია ხა ვიტალი ხაზარაძესაც ზოგეკითხა ბატონ ვიტალი ხაზარაძეს პატივისცემა მას არაფერს უბრალოდ შეიძლება ვიხსენებ და არ ეგონოს რაიმე პერსონალური მაქვს არც ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ლიდერები როდესაც უკვე ხელისუფლებაში ფორმულოთ იყვნენ თორე ხარდაჭერა აღარ ქონდა და ამბობდნენ და ვერზე ამტყურებდი იმიტომ რომ პოლიტიკა
შეხდება ეს ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ძალაუფლება ჩვენ არ დავკარგავთ ხარდაჭერა მზარდი გვაქვს და სისულელეები ყოველთვის ასე ხდება ახლა ვაკვირდებით იგივე თუმცა თუ გაცილებით დიდი მასშტაბის სისულელეს ახლა ანრი ოხანაშვილს რომ ჯერა რომ არაფერი არ ხდება და გაზაფხული რომ იგივენაირი იქნება როგორც იყო გასული 9 წლის განმავლობაში ნუ რა უნდა ველაპარაკო ყველაზე რეიტინგული ნაციონალურ მოძრაობაში არიან ისე ოპოზიციონერი ლიდერები ყველაზე რეიტინგული ყველაზე არ ვიცი მე პოპულარული ქართული ოცნების რიგებში ვისაც მართლა ქონდა ელექტორალური ღირებულება ბატონი გახარიას სახით ყავდათ მეტი არავინ ვინ დარჩათ ეხლა გადახედეთ ბატონი კობახიძე და ცავად ანრი ოხანაშვილი რა ხომ მკითხეთ ეს არის ეხლა ხელისუფლება მეტი ხელისუფლება არის ეს ადამიანი გამოვიდა და უთა თქვენი დედაც ვატირიოთ თქვენ ხართ გიჟებიო არ შეიძლება მელიას დაჭერაო ახლა იმიტომ და იმიტომო და რახა მაინც აპირეთო დავიხურე მე ხა ქუდია წავედი სახშიო და იგივეს ამბობს ბრიუსელი, ვაშინგტონი, მთელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ხა ანრი ოხანაშვილი რო ამბობს განსხვავებულ პოზიციას და მარტო არის თავის პოზიციაში აქაც ხო ჩანს რომ რა ხელისუფლებასთან ანრი ოხანაშვილის შეცვლილი პოზიციები და ოხანაშვილების შეცვლილი პოზიციები ყველაფერს რო თავი დავანებოთ 8 მარტის შეთანხმებამდე გაკეთებული განცხადებებიც გვახსოვს და 8 მარტის შეთანხმებაც მაგრამ როგორ ფიქრობ მიდის პროცესი იქითკენ საერთაშორისო გააქტიურებაც ძალიან მნიშვნელოვანია აგერ ჩვენი მოძმე ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან გაქვს ხვალ შეხვედრა და მას ეკნება შემდგომში ქართული ოცნების წევრებთან მიდის პროცესი იქითკენ რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს დიახ ერთადერთი ახლა რაც უნდა გაკეთდეს და გაკეთება აუცილებლად ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ეს შანსი როგორც არასოდეს უკანასკნელია ვიცი პოსტ 31 ოქტომბერი პერიოდი მათ ხედველობაში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და ეს ასეც იქნება და მე ვფიქრობ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ქართულ ხალხს ახლა ამ მოთხოვნაში დაუჭერს მხარს ჩვენ არათუ მომხრეები ვართ ვითხოვთ მოლაპარაკებების ჩატარებას ძირითადი მოთხოვნების გარშემო და ეს მოთხოვნები ყოველთვის ცნობილია, მაგრამ თავარი მოთხოვნა იმ 4 მოთხოვნიდან, რომელსაც ჩვენ 4 რაუნდის განმავლობაში ხარს უჭერდით, მაგრამ ახალი არჩევნები ეს ჩატარებას ქართულმა ოცნებამ ხარი არ დაუჭირა. ახლა ქართული ოცნება იძულებული იქნება, რომ ახალი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში და ამას უკვე ხედავს ყველანი ხედავთ და მელიას დაკავება, დაჭერა, ვერ დაჭერა და ეს საგა და ეს ეპოპეა, რომელიც გრძელდება, ხარ, ნუ მე კი არ მაზიანე. როდემდე გაგრძელდება, ნიკა, აი ეს მაინტერესებს. ხარიბაშვილის შესახებ, ქართული ოცნება, რასაც მე ვლაპარაკობ ახლა ეკა მიშველაძესა და ბუკა პეტრიაშვილთან, ხო? ვილაპარაკე CNN-თან, BBC-სთან, ფრანგულ ტელეკომპანიებთან და მთელი მსოფლიო გაიგებს, ყველას დაკვირვებული თვალი შეამჩნევს რა არის რეჟიმი ქართული ოცნების სახით. კი, რიტორიკა ნამდვილად შეცვლილია, ნამდვილად საერთაშორისო თანამეგობრობის რიტორიკა ნამდვილად შეცვლილია. მე ერთი რამე მაინტერესებს. რა გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. მაშინ, როდესაც მე კიდევ ერთხელ მოვიშველიებ, დღეს განაცხადა ზუსტად არჩილ თალაკვაძემ, ისევ იგივე, რასაც ყოველთვის ამბობდნენ ხოლმე, რომ ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში რჩებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიცო და დიალოგს პრობლემა აქვს არა ჩვენი მხრიდანო, ანუ ქართული ოცნების მხრიდან, არამედ თავად მათი მხრიდან, ანუ ოპოზიციის მხრიდანო. აი ეს მაინტერესებს ამ პირობებში, აი ამ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ გამკაცრებულია თუნდაც საერთაშორისო დიპლომატების ენა. ეს რო გაწყდა, ეხლა რო გაწყდა ზარ, ანუ ტელეფონი ავიღე, იმიტომ რომ მე გესმით? გესმით, ხო? და მესიჯი დავხდა რა მესიჯი? ორი მეგობრის მესიჯი დავხდა. ხო და ეხლა მეგობარია და ეხლა გამოვედი მანქანით და როგორც ჩანს ეგრევე გადასცეს ინფორმაცია და ავლაბარშიო გამაჩერესო და ღიმილები. 3 ეკიპაჟი იყო საბარგული გამახსნევინეს. ანუ აქედან ჩემ მეგობარი იყო მოსული და გასულა რა, ანუ ჩამჯდარა მანქანაში. ანუ ვარაუდობდნენ რომ შეიძლება საბარგულით გასულიყავი? ხო, ნუ საბარგული და მეორე კიდე
ახლა გამოვედი ბიჭო და ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა და გაჩხრიკეს მანქანა, ამათმა სულ გააფრინეს. აი, რატო გონიათ რომ თქვენთან ანუ გონიათ რომ გაიპარები ნიკა საბარგულში შეიძლება. ხომ რა აქ ვაპარაკო პირდაპირ ეთერში. ხომ რა პირდაპირ ეთერში არ ვარ ახლა, ხო პირდაპირ ეთერში და კი, აშკარად პირდაპირ ეთერში ხარ. ხო, ამიტომ ხახნო, რაც შეეხება კოლეგებს, მეგობრებს, აი ხა მესამე სართულზე, ეხლა მეგეფებით მეორე სართულიდან, ხო, მესამე სართულზე რო ავდივარ, სადაც აი სამუშაო ოთახია ჩემი იქ რომ მართლა იმიტირებული საარჩევნო ყუთი დადგა, საარჩევნები ჩაატარო და საარჩევნო ყუთი დადგა, შეიძლება ნაციონალურმა მოძრაობამ ჯამურად არჩევნები წააგოს სხვა ოპოზიციასთან, იმდენი არიან და იმდენი ვართ გაერთიანებული. მართლაც. ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. ამას მიხვდა ყველა და მიხვდით ყველა და ამიტომაც ვუჭერთ ხარს ერთმანეთს როგორც არასოდეს და ხომ უნდა აღიაროთ ქართული ოცნება იქ მან სადაც ახლა რა ვიცი როდის უნდა მიხვდეთ რომ გაბანკროტებული ძალა ხარ პოლიტიკური აი ვინ უნდა დაგტოვოთ ეხლა ბოლოს არ ვიცი რომელმა მათიკაშვილმა უნდა დაგტოვოთ რომ მიხვდეთ რომ აღარავინ აღარ არის და რომ უნდა გამოხვიდეთ და შუქი ჩააქროთ და კარები დაკეტოთ აღარ არსებობთ როგორც პოლიტიკური პარტია ხახნო მართლა აღარ ეს არ არის პოლიტიკური პარტია ეს არის ადამიანთა ნაკრები რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება და გინდოდათ საზოგადოება დაგეწმუნებიათ იმაში რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა სახლში და პოლიტიკა დატოვა და უცბად ბიძინა ივანიშვილმა დაგინიშნა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი რომელიც არც კი გაგახსენდებოდათ თქვენს კი ქართულ ოცნებაში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატი თავში არ მოგივიდოდათ რო არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ამით ყველას წაართვით შესაძლებლობა ყასიდად მაინც გაამართლოს პოზიცია რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან ანუ კვლავ იმართებით არაფორმალურად კვლავ გმართავთ ოლიგარქი რასაც ხედავს მთელი ცივილიზაცია მთელი დასავლური დემოკრატია და პასუხის და რეაქციას გექნება შესაძლებელი. ნიკა, როგორ ფიქრობ, როდემდე იქნები და ანუ როდის მოგაკითხავენ მან ღარიბაშვილის გაპრემიერებამდე თუ გაპრემიერებას დაელოდებიან ანუ ოფიციალურად მის დამტკიცებას და უკვე შემდეგ მოგაკითხავენ? არ ვიცი ბატონი ღარიბაშვილის მოსვლით მართლა ქართულ ოცნებაში არავინ არ არის არავის ვერ იქნება ყვაყოფილი იმიტომ გაუშვეს თავის დროზე როცა ხარდაჭერა მაღალი ქონდა ქართულ ოცნებას და ჩაანაცვლეს კველიკაშვილით რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბატონმა ღარიბაშვილმა განსაკუთრებით უცხოელ პარტიებთან მუშაობის თვალსაზრისით და ახლა ბედნიერება იმაშიც არ არის ქართულ ოცნებაში ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი ღარიბაშვილის აი ამ პოსტზე დანიშნით და ეს ადამიანი არის ვასობ ხაკაძე რომელიც პაროდიებს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის მე არ მგონია რომ მეორე ადამიანი იყოს ვინმე ბედნიერი არ ვიცი როგორ ვიხარ განწყობა კი გაქვს ნამდვილად ისეთი ამაღლებული მინდა გითხრა მაგრამ რა მაინტერესებს არ არის აი გეუბნები გავიგე მაგრამ აი ხვალ მანდ მოდის ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მანდ არიან ოპოზიციის ლიდერები შეკრებილები შენ როდის აპირებ კონკრეტულად შეიძლება ესე საბარგულ რო არ გეძებონ პატრულის თანამშრომლებმა როდის აპირებ გასვლას რომ საზოგადოებაც საქმის კურსში იყოს მხარდამჭერებით საქმის კურსში იყოს და ხელისუფლებაც საქმის კურსში იყოს გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი რომ შაბათს არის გასვენება და აუცილებლად უნდა გავიდე გასვენებაში უნდა მივიდეთ ერთი მეგობარი ყავს დათო კირთაძე და ჩვენ ყავს საერთო მეგობარი დათო ჟღენტი რომელსაც გარდაცვლილია ბაბუა და ბაბუა მისის გასვენება არის შაბათს და ჩემზე დამოუკიდებლად დაურეკეს დათო ჟღენტს ვისი ბაბუაცა გარდაცვლილი და უთხრეს რომ შაბათსო ანუ ხვა ნიკა მელია მოვაო ბაბუშენის გასვენებაშიო და დათო ჟღენტი ძალიან ღელავს და ნერვიულობს და გგონია რომ ვაპირებ უხერხო მდგომარეობაში ჩავაყენო და თქვენ ერთად მინდა უთხრა რომ ნამდვილად არ ვაპირებ ხვალ გასვენებაში მისვლას და უსამძიმო თქვენი ეთერის მეშვეობით იცით რა კომედიას ემსგავსება ეს ყველაფერი ხა ვიქნები მანამ სანამ ქართული ოცნება არ გამოვა და ბოდიშ არ მოიხდის და ან არ გაუქმებს ხო და თვითონ მიუსაჯაო თავის თავ შიდა პატიმრობაო თალაკვაძე ამბობს
რატო რა შემეშლება ხელი აი ცუდად მაცვია თმა მომივიდა თავზე და ანუ ელს ვერ ხვდები მშიერი ვარ არა მოვწყდი ცივილიზაციას თუ აი რატო რა ხდება აქ ისეთი გარდა იმისა რომ უბრალოდ გაცილებით მეტი ადამიანი იგებს იმ რეალობას რაცშიც ვართ უკვე დიდი ხანია და ბევრს ჯეროდა და ბევრს არ ჯეროდა. ნიკა, ერთი შეკითხვა მაქვს. გავაპირებ ახლა დიდი ხნით აქ. ხო, ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. დაუშვათ არ დათანხმდა, არ წამოვიდა მოლაპარაკებაზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. არც პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, არც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ შეწყვიტა. როგორ განვითარდება პროცესები, საით მიდის ეს ყველაფერი? ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ევროატლანტიკური მისაღებები სახელმწიფოს. ჩვენ გვინდა გავხდეთ განვითარებული სამყაროს წევრი, ღირსეული თან ისე არა, სადღაც კუთხეში რომ ვიყოთ, ვინც ღირსეული და გვინდა რომ მართლაც გამორჩეული სახელმწიფო იყოს, იმიტომ რომ ხალხი არის გამორჩეული და არის ნიჭიერება ამ ერში. უბრალოდ ამას სჭირდება კაპიტალიზაცია. ეს ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს უახლოეს პერიოდში. ამას სჭირდება შესაბამისად კომპეტენტური ხელისუფლება ერთი, რომელიც შუხს კი არ გააღვივებს დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. არამედ პირიქით ნორმალიზდება ვითარება. მეორე, კორუფცია კი არ გაყვავდება, არამედ აღმოიფრება. მესამე, ეკონომიკა გაჯანსაღდება, ასევე საინვესტიციო კლიმატი გაკეთილშობილდება და მართლაც ქვეყანას დაემსგავსება თავისუფლების ხარისხი იმატებს და ცხოვრების სტანდარტიც გაიზრდება. ეს ყველაფერი გვინდა, ეს ბრძოლარი, ამ ბრძოლაში ვართ. ვამბობთ ოპოზიცია, რომ ხელისუფლებაში კოალიციურად მოვდივართ, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორ უნდა იყოს გატარებული სასამართლო სისტემაში განსაკუთრებით რეფორმები, რომ არავინ არ გაბედოს და არ დაიმორჩილოს მოსამართლე, რომ სახელმწიფო შტოები ერთმანეთისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი, ასე შემდეგ. კონკრეტული უკვე გეგმა გვაქვს. და იქით ხარეს არსებობს ბატონი ერთი ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა დაგინიშნოთ ხალხნო ღარიბაშვილი, შეიძლება მესამეჯერაც მომიწიოს დანიშნო და შეეგუეთ ამ რეალობას. აი, მაგრამ მორჩა გათავდა უკვე მოხდა ის, რასაც არ ელოდებოდა და გაუწყდათ ჯაჭვი. ხშირად ვიყენებ ამ ფრაზას. თუ არ ელოდებოდნენ ეხა უცბად ხომ აი ამ შარს, რომელშიც პოლიტიკურ შარს, რომელსაც წააწყდნენ, ხო არ ელოდებოდნენ. მაგრამ ამ ყველაფერმა რა გამოიწვია, ხო? ზოგი ჭირი მარგებელი არის ეხა შეიძლება თქვა დიახაც პოლიტიკური მოსაზრება ჩემი ასეთაც იყოს გამოთქმული რომ თელმა მსოფლიომ გაიგო ის რისი გაგებაც მინდოდა რომ მიმეღწია აი ბევრი თელმა მსოფლიომ დაარქვა პრინციპში ამას პოლიტიკური დევნა კი მოხდა ძალიან მარტივად უბრალოდ ვთქვი რომ უსამართლო გირაოს მეორეჯერ აღარ გადავიხდი და ყველა სახელმწიფო ყველა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმომადგენელი ქართულ ოცნებას მხარს კი არ უჭერს პირველი საათიდან კი არ ეუბნებიან ოპოზიციას რომ იქ შენ არ ემორჩილებიო კანონს არავის მსგავსი რამ არ უთქვამს იმიტომ თელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის რეალურად რა ხდება აქ არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი ჩემთან არ მოსულა და არ უთქვია რომ კანონს ატო არ ემორჩილები იმიტომ რომ იციან რომ მე უკანონობას არ ვემორჩილები შესაბამისად განცხადებები პირველი დღიდან კეთდება ხელისუფლების მისამართით რომ მათ არ იძალადონ არიძალადონ და კეთდება განცხადებები შემდეგი შინაარსზე რომ ნდობა არის ნულოვანი სასამართლო სისტემის მიმართ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამიტომ სჭირდებოდა ჰაერივით წამალივით ამ ქვეყანას ამ სახელმწიფოს ცვლილება იმიტომ რომ მართლა ადამიანი გასასამართლებელი რო იყოს მართლა გამოტყუნებელი განაჩენი რო იყოს გამოსატანი ხო ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ ნდობა როდესაც არის პლინტუზე მიღმა არ შეიძლება საზოგადოებას მოთხოვო რომ დაუჯერო შენ მოსამართლე ჩახნაშვილს პატიოსნებას არ შეიძლება მოსამართლეს დაიჯეროს ბურუსიძეს კეთილშობილება დიახაც
ეს უსამართლო ძლიერება ვეღარ გაგრძელდება, არ არსებობს. ნუ თუ არ ვიცი, აი ხა ძვირფასი მაყურებლები, ვიც თქვენ გადაცემას უყურებენ, ვერ ხვდებით, თუნდაც ქართული ოცნების მომხრე იყოს, ეხა ნაწილი ვინც ხა გიყვართ, ვერ ხვდებით, რომ თავდება ქართული ოცნება? ასე რომ ვერ გაგრძელდება ეს ხო? 2-2-4-ია, ნუ რა გამოცხადება ამას ჭირდება? ეხა ნუ აი რის ხარჯზე უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება? რის ხარჯზე? ერთ ხარეს არის სპეცდანიშნულების რაზმები, იქ რეჟიმის რეპრესიული მანქანა, ბევრი ფული, ასე ვთქვათ, უნამუსობა, usამართლობა, ხო, ძალა, კულტი, ხო, ფიზიკური, მეორე მხარეს რა არის? ის რაც ვერ დამარცხდება აი ყველაფრის მიერ. არის ღირსება, თავისუფლება და სიმართლე. მართლაც, და არავის დაუმარცხებია, ვერავის ვერ დაუმარცხებია. მადლობა. როცა მართა, არ ვიცი და რატო უყვით ოპოზიციის ხენეობის. მართლები ვარ და იმიტომ ვერასოდეს ვერ გავტეხავენ. როგორც არასოდეს ვარ მართალი და ეხა ვამბობდი როგორ უნდა დაუხარო მეთქი, ბოდიშე დავასრულებ თავი კობახიძეს, ფარცხალაძეს, მურუსიძეს, აი ამ ადამიანებს ივანიშვილს როგორ უნდა დაუხარო მეთქი თავი, მაგრამ ღარიბაშვილი ამ ჩამონათვალში არ მქონდა, იმიტომ რომ არ არსებობდა ეს ადამიანი და უცბად ამოვატირდეს ბატონი ღარიბაშვილი და ხა ბატონი ღარიბაშვილი საერთოდ ის პერსონაა რომელიც გაძლევს კიდევ უფრო მეტ ენერგიას და გინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს კოშმარი ამ ქვეყანაში დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც. შეიძლება ძალიან მალე, შეიძლება კიდევ უფრო ძალიან მალე ვიდრე ჩვენ გონია. მადლობა, მადლობა, წარმატებას გისურვებთ, ვადევნებთ თვალყურს, რა თქმა უნდა, მოვლენებს, რომელიც ვითარდება შენს გარშემო, ეხა თავარი ეპიცენტრი მოვლენების პრინციპში ხარ შენ და ნაციონალური მოძრაობის ოფისი. ვემშვიდობებით ნიკა მელიას და უკვე პირდაპირ ეთერში